როგორც ზის მარტო არ დამჭით. ნახე რა სხვა. გაუმარჯოს სხვას და თავისუფლებას. აფხაზეთთან მხოლოდ ფილმი არ მაკავშირებს მე. ის არის ნაწილი ჩვენთვის და ჩემი ოჯახისთვის ისეთივე როგორიც არის დაუშვათ ხელი ჩვენთვის გული ვთქვათ ახლა აფხაზეთზე მოგესალმებით ბატონო თენგიზ მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს რუბრიკაში მიემბე აფხაზეთზე. დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა აფხაზეთია და დარწმუნებული ვარ თქვენთვის აფხაზეთი მაინც ფილმ ჩიორასთან ასოცირდება, თუმცა სანამ ამ ფილმზე ვისაუბრეთ, რომელიც გადაღებები მიმდინარეობდა უშუალოდ სოხუმში, მინდა ზოგადად გავიხსენოთ აფხაზეთი. როგორია თქვენი აფხაზეთი, რა მოგონებები გაკავშირებთ? დიდი მადლობა ჩემო ელისო, რომ ერთ-ერთი მეც ამირჩიეთ ამ რუბრიკისთვის მივესალმები ჩემ ქართველებს დევნილ საზოგადოებას აფხაზეთთან მხოლოდ ფილმი არ მაკავშირებს მე ვიდრე ფილმს გადავიღებდით ოჯახით დასასვენებლად ყოველთვის ვირჩევდით აფხაზეთს და იმ ზღვისპირეთს მრავალი მეგობრები გვყავდა როგორც ქართველები, ასე აფხაზები და ამიტომ კომფორტულად გრძნობდით თავს, რადგან კლიმატიც, სიტუაციაც ყველაფერი ხელს გვიწყობდა ჩვენი კომფორტისათვის. ურთიერთობები რა თქმა უნდა ძალიან მრავალი მეგობრები თუნდაც აფხაზეთის თეატრის წარმომადგენლები ეს ქართველები თუ აფხაზები ასე რომ ძალიან მიყვარს აფხაზეთი ალბათ ჩემთვისაც იგივე და ისეთივე და ჩემი მეუღლეც აი გაზრდილია თითქმის მან დაკარგა დაუშვათ ბიჭვინთაში სახლი დაკარგა გუდაუთაში სოფელ ოთხარაში ბაბუის სამფლობელო სადაც ირმა კეკელიძე არის გაზრდილი და მრავალი ნაწარმოებები აქვს აი აფხაზეთზე მიძღვნილი ეს წიგნები გამომატანა დღეს აქ დრამატურგია პიესებია ორი პიესა აფხაზეთზე აქ კიდევ პოეზია რომელშიც ფიგურირებს აფხაზეთი ფიქრობთ ჩვენს ქვეყანაზე ჩვენს კუთხეზე ის არის ნაწილი ჩვენთვის და ჩემი ოჯახისთვის ისეთივე როგორიც არის დაუშვათ ხელი ჩვენთვის მარჯვენა თუ მარცხენა თუ რა ვიცი თვალი თუ ყური თუ რაც გინდათ ის უწოდოთ რა გული ვთქვათ ახლა აფხაზეთზე გული ძალიან ბევრი მეგობრები აფხაზეთიდან გვყავს კომპოზიტორი ქალბატონი იამაისაია ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარია რომელიც აფხაზეთის ჰიმნის ავტორია მრავალი პროექტების ავტორია. მოვა დრო რომ მე დარწმუნებული ვარ აფხაზები და ქართველები მაინც ერთად იქნებიან. და ბატონო თენგიზ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ ბოლოში. სამ მინდა ჩვენ ვისაუბროთ უშუალოდ იმ ყველა ქართველი მაყურებლისთვის უსაყვარლეს ფილმზე, რასაც ქვია ჩიორა. აი თქვენ ასახიერებდით ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ნიკას. აი როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როგორი იყო ეს გადაღებები, რა ისტორიები იყო? დარწმუნებული ვარ, ბევრი თბილი მოგონება დაგიგროვდა. დიდხანს გაგრძელდა გადაღებები და ხდებოდა ცენტრში თითქმის. სოხუმის ცენტრში.
და წარმოიდგინეთ ეს იყო ზაფხული და მთელი ზაფხულის განმავლობაში ამდენი დამსვენებელი თუ ადგილობრივი მაცხოვრებლები თითქმის აფხაზეთის მოსახლეობის 90%-ს ხვდებოდით გადასაღებ მოედანზე. სოფლებიდან, რაიონებიდან ჩამოდიოდნენ ხალხი და გადაღებას ესწრებოდნენ. და გადაღება რომ დამთავრდებოდა, აქ იყო ისეთი ამბავი მსახიობებთან შეხვედრის მომენტები, რომ აფხაზი იყო თუ ქართველი იყო, დიდების, პატარებიც, გვეხვევოდნენ, იყვნენ ერთ ამბავში ფოტოების გადაღება სურდათ. მაშინ არ იყო იმ დონეზე ჩვენი ტელეფონები, smartphone-ები, მაგრამ ფოტოაპარატებით ახერხებდნენ ეს გადაღებები. ძალიან ბევრი ოჯახის სტუმარიც ვიყავი. ჩემი მასპინძლები იყვნენ ძალიან ბევრი. როგორი მასპინძლები იყვნენ, სოხუმელები? სოხუმელები იყვნენ სასაული ხალხი, ჩემთან დამოკიდებულებაში და ჩემ ოჯახის წევრებთან დამოკიდებულებაში. მის შემდეგ ამ ფილმის შემდეგ მე პირადად სასტუმროსკენ არც გამიხედავს, როდესაც აფხაზეთში აღმოჩნდებოდი. ისე სტუმრობდი დაუშვათ როგორც აფხაზებს, ასევე ქართველებს და ვინმეს რომ გაეგო დაუშვათ, იყვნენ ისეთი ახლობლებიც, რომ მე სასტუმროში ან სადმე გამოვჩნდი, აი ერთ ამბავს ატეხდნენ რომ ეგრევე სახლში გადაგიპატიმრე. ხო, გადამიყვანდნენ, არ არსებობდნენ, გადამიყვანდნენ არავითარი სასტუმრო და ამ ფილმმა იმხელა პოპულარობა მომიტანა პირადად მე ადამიანი არ არსებობდა ისეთი რომელსაც დაუშვათ არ ცოდნოდა ამ ფილმის გმირები და მასში მონაწილე მსახიობების სახელები და გვარები. რთული ხო არ იყო თქვენი პერსონაჟის განსახიერება? ჩემი პერსონაჟის განსახიერება ძალიან მარტივი იყო ჩემთვის, იმდენად რამდენადაც მე პროფესიონალი ვიყავი უკვე, საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა თეატრში და საკმაოდ სერიოზულ რეჟისორთან მიწევდა მუშაობა რობესტურუას სახით. კინო რა თქმა უნდა სპეციფიურად ცოტა სხვაა, მაგრამ იქ ოდნავი ცვლილებაა საჭირო, რომ ითამაშო ფილმშიც თავისუფლად. მით უმეტეს, რომ მე პირადად ჩემ გმირს უსუფთავეს პიროვნებად ვახასიათებ და ჩემთვის არის ესეთი პიროვნება ძალიან ახლო. დანაშაული არ მიუძღვის ჩემ გმირს არავისთან, არც მარისთან, არც ჩიორასთან, არც მთელ სამყაროსთან. ის არის ესეთი პიროვნება, მას უყვარს, მას უნდა და რას მიიღებს საზოგადოებისგან, ეს სულ სხვა. გიყვარს მითო? მიყვარს? ხო. ფილმიდან მოდის ძალიან სილაღე, სიმშვიდე, აი კადრები რაც არის, ქალაქი, ადამიანები. აი გრძნობდით იგივე სილაღე, სიმშვიდე სოხუმში. იყო ესეთი ქალაქი სოხუმი, როგორიც სოხუმი. ეგეთი ქალაქია ზუსტად, სადაც ადამიანმა ალბათ მაშინ ესეთი იყო ყოველ შემთხვევაში, შვიდად და ბედნიერად უნდა იგრძნო თავი. და ჩვენი რეჟისორებიც და ჯგუფიც ესეთი იყო, რომ ძალიან აი ზეაწეული პიროვნებები იყვნენ თითქმის ყველა. მთელი გადამღები ჯგუფი. მოკლედ სრულ კომფორტში გახლდით სოხუმში გადაღების პერიოდში.
და როგორ შეიძლება სოხუმი ადამიანს ესეთი ამბის შემდეგ ტკივნეულად არ დაგამახსოვდეს. მაგრამ მე სიყვარული შემომჩა ჩემი აფხაზი მეგობრების და ყველა აფხაზის დღემდე ამას მე ვატარებ გულში და ჩემ შვილსაც ამას ვასწავლი, რომ ჩვენ ტყები არ ეს რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა ოჯახშიდაც ხო ხდება რაღაც კამათი, ჩხუბი, მამაშვილს შორისაც ყოფილა ხელჩართული ბრძოლები, მაგრამ შეცდომები, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. ამას სჭირდება უფრო ახლო ყოფნა უფალთან. მე ერთი დევნილი გოგონა მყავს, ჩემი მეუღლის მეგობარი, რომელიც ამ თემას ძალიან განიცდის. თამუნაც ხონდია. ჩემი შემოქმედება მან იცის ზეპირად, აბსოლუტურად. ეს ფილმი იცის ზეპირად და თემას, როდესაც აფხაზეთს ვეხებით ჩვენ, მის თვალებში და ამ პიროვნებაში მე ვხედავ ისეთ აი რა ვიცი გულის წვეტას, აი იმისა, რაც ხდება და რაც მოხდა. ის ხშირი სტუმარია აფხაზეთის ახლა მიდის მოდის და ჩემთვის თითქმის ჩემ სპექტაკლებს ყოველ მეორე თუ არა მესამე სპექტაკლს მაინც ნახულობს და ყოველთვის ბუკეტით მოდის. ანდა მოდის საჩუქრებით აფხაზეთიდან, რომელსაც აწერია აფხაზეთი. ნუ მაგალითად აი ყავა მოაკ ან რაიმე შოკოლადი და მოგაწვის ამას სპექტაკლზე ან რაღაც და როგორ შეიძლება რომ ან ეს ადამიანი არ გიყვარდეს, ან მას რომ იქ უამრავი აფხაზი და ქართველი ყავს, იქ ჩარჩენილი ქართველები მათ სანახავად დადის, მათთან აღვივებს ამ მეგობრობას და აი ამ პიროვნებას ყველა იდეალურად იღებს იქ. თქვენ დღემდე გაქვთ ესე იგი კავშირი აფხაზეთთან და თქვენს შემოქმედებაში თუ ყოველდღიურობაში აფხაზეთი ფიგურირებს. მერე უკვე იყო ფილმი ამ ფილმის შემდეგ, მაგრამ რა მერე? აი ამ ფილმზეც გადაღებული ფილმი. აქ უკვე დევნილი ექიმის როლი. დაფინანსება ჩვენი იყო. ამოვირჩიეთ რამაზ იოსელიანი, ავირჩიეთ. ნუ ასე თუ ისე შედგა ეს ფილმი. შედგა ფილმი და სხვათა შორის პირველი სატელევიზიო ფილმი იყო საქართველოს. შემდეგ საქართველოში და ვაპირებდით ამ გაგრძელებას სოხუმის თემაზე გადაღებებს, მით უმეტეს ირმას უამრავი სცენარები და მოთხრობები უტრიალებდა თავში, ისეთი რომ მაგალითად არც ერთ მხარეს არ დააზიანება. ეხება თემას და არც ერთ მხარეს გულს არ დგენს. ზუსტად ეგ არის ჩვენი მისია ბატონო თენგიზ, თუნდაც ამ გადაცემის ამ გადაცემის მიზანი, რომ აი რაღაც სამშვიდობო სიტყვა უთხრათ ენგურს იქით ცხოვრებ ადამიანებს. ეს რუბრიკა აფხაზურადაც ითარგმნება და ჩვენი ესეთი ტრადიციული კითხვა არის, რა სამშვიდობო გზავნილს გააგზავნით ენგურს იქით საქართველოში. მე მინდა ჩემი მეგობრები ძალიან კარგად იყვნენ. ხშირი საუბრები მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს იმ შეტაკების პერიოდში იყო თუ ისე იყო თუ ესე იყო. ჩემი ტელეფონი ჰქონდათ მათ და მირეკავდნენ იქედან მეგობრები, ახლა არ მინდა რომ გვარები და სახელები დავასახელო. ეს საუბარი იყოს მხოლოდ თემა სიყვარულის და როგორ მომენატრე. და რას ეტყვით დღეს მათ? რა შანსები გვაქვს, რა რესურსები გვაქვს? რესურსი ადამიანს უნდა გააჩნდეს გონიერების. გონიერება არის ყველაფრის მკურნალი. გონიერება სარწმუნოებასთან ერთად
არის ყველაფრის მკურნალი, აბსოლუტურად. სარწმუნოება გვეუბნება ჩვენ მიმტევებლობას. ჩვენ მამაო ჩვენოში არის მიუტევე და მოგეტევება. იგივე სიყვარული დაბრუნდეს და უფრო მეტიც, რადგან უკვე ჩვენ ვიქნებით უფრო გონიერნი, ორთავე მხარე და იმ რაღაც ბნელ ძალებს აღარ დაუჯერებთ. ჩვენ უკვე გავიზარდეთ, ის ბნელი ძალები უკვე უნდა ჩამოვიშოროთ. ეს უკვე დადგა სამყაროში ის პერიოდი, რომ სიბნელე უნდა შესვალოს სინათლე. ერთს ვთხოვ აფხაზსაც და ქართველსაც, რომ მომავალი თაობა აღზარდონ სიყვარულით, ერთმანეთის სიყვარულით, რომ აუხსნან, რომ ეს რაღაც შეცდომა იყო. მე სიამოვნებით ჩავიდოდი სოხუმში, იმიტომ რომ მე იქედან სიყვარულის გარდა ესმის თქვენი ემოციების არაფერი არ წამომევია სიყვარულის გარდა. ცრემლი მადგება თვალზე, როდესაც ის დიდი ემოციები მაგონდება, რაც მე მაკავშირებს აფხაზეთთან, სოხუმთან. მადლობა ბატონო თენგიზ ასეთი ემოციური და გულწრფელი ინტერვიუსთვის, მადლობა ამ წიგნებისთვის, თქვენი მთელი შემოქმედებისთვის.